კარგი გამარჯობა YouTube მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. კარგი ამბავი მაქვს. უმაგრესი ამბავი მაქვს. ჯერ მე ეს ამბავი რო დამიდეკეს და მამწნეს იმის მერე არ მძინავს. ვიდეო ვერ ბაყო სერიოზულად, ოღონდ ხალხო, მართლა ერთი კვირა ნორმალურად არ მძინავს. დღევანდელი ასე ვთქვათ მოგზაურობა იწყება თბილისის აეროპორტიდან. ჯერ არ ვამბობ, სად მივდივართ, ოღონდ იმას გავამხელთ, რომ მივდივართ სათევზაოდ. ეს უნდა გავამხილოთ, რომ სათევზაოდ მივდივართ. მეგობრები, ჯიგრები. ეხლა გაგაცნობთ ჩემს მეგობრებს. მე ბევრი თანდაგანი იცნობს, მაგრამ ზოგს არ იცნობთ. ასე რომ დაუვიწყარი მოგზაურობა გველის მეგობრებო, მეთევზეებო, ეს იქნება, რა ვიცი, მე მგონი პირველი ქართველები ვიქნებით? ალბათ არის, უნდა აი ის თუ დავიჭირეთ. ის თუ დავიჭირეთ, კი. პირველი ქართველები ვიქნებით რა. მოკლედ მეგობრებო, უნდა გამოიწვიოთ ჩემი არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამაზოთ. ეხლა გაგაცნობთ ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს, რომელმა ადამიანებზე ეს სიხარული მაჩუქრეს და დამპატიჟეს აქ სათევზაოდ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მე ოდესმე არ ვიტყვი იმ ქვეყანას, იქ წავიდოდი სათევზაოდ. დავიწყეთ მოკლედ. ყველა გიცნობს, მაგრამ აი. მოკლედ ძალიან მართლა ეს კაი განწყობაზე ვართ ყველა. ერთსული გვაქვს, რომ ჩავალთ, დაიწყება ეს ჩვენ საყვარელი პროცესი, თევზჭერის პროცესი. და ამერი ხანი გეგმავდი ხა ამას ნიკუში. და დიდი ხანია გეგმავდი და ძალიან რთული დასაგეგმი იყო, იმიტომ რომ დიდი კონკურენცია არის მოხვედრის მაგ ადგილებში. ძალიან სერიოზულად გელოდება სხვადასხვა ჯიშის და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი თევზების არჩევანია, შეიძლება ასე ითქვას. ურთულესი პირობებია, ამინდიც თან გვიწყობს ხელს, თან არ გვიწყობს ხელს. გააჩნია რომელი ფრენა შეხედავ, შესაბამისად წესი და რიგი ძალიან საინტერესო კონტენტი უნდა შემოგთავაზოთ. ოღონდ არ ვამბობთ, ხო? ეხლა უკვე ჩანს ის, რა ქვია, მონიტორი მაგრამ აღდად ვერ მიხვდებით. კი, ესე ვერ მიხვდებით, სად ვიფრინავთ, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვან კონტენტს შემოგთავაზოთ. არ იქნება ეს უბრალო თევზაობა, ის იქნება საკმაოდ შემეცნებითი, კი, ესეთი სახეობა თევზების, რომელიც, რა ვიცი, მე მგონი თვითონ იმ ქვეყანასაც მიდივართ, იმ ქვეყნისთვისაც არა ტიპიკურია. გამარჯობა. გუნდის წევრი ნომერი 3. გამარჯობა. ეხლა როგორც მანამდე ახსენა. ნიკოლოზ ნაყოფია ჯუნიორი, პატარა. Yes. როგორც მანამდე ახსენა, რა ვიცი, წლებია რაც ამაზე ფიქრობთ და ეხლა რავი, რამდენი ხანია რაც ვოცნებობთ მართლა და ეხლა ვასო მანამდე წასახსენა, აი ის თევზი თუ დავიჭირეთ, ალბათ ყველას გახარებულები სოფლეს ჩვენ ვიქნებით. აუ, ძალიან მაგარი დგარი ხარ, ჯუნიორი ჩვენს გევასება. მოგწავნა მამაშენ ამბობ, რამ თევზაობის რა ეგაა. ბავშვობიდან ეგრევე 4 წლის იყო რომ დაიჭირა 7 კილოგრამიანი კობრი. ოჩა, ხო, ეგ არის, მე რა, ჯანსავი. აბა, აქეთ რა ხდება? მე-4 წევრი, გუნდის მე-4 წევრი. გაუმარჯოს. მე პროფესიონალ აგოსანი ვინახარ, აბა. გიორგი ვარ იველაშვილი. პროფესიონალ მეთევზეებს მივყვები გასართობად. სათევზო გეოსება თევზობა ისე? მოგზაურობა მირჩევნია და მაგისთვის მოვდივარ რომ გავერთო თქვენთან ერთად და გიგულ შემატკივრად. გოგიჩას რა მოდელა გავხარ. ვიდეოში ხებ და მაყურებელმა არ იცის, მაგრამ გიორგი გოგიჩაშვილი ჩვენი ძმის ღმერთმა განათოს მისი სული, იმის დიშვილი არის, აგე ჩვენი მეც გიორგი. ესეც გიორგი და იმინა გოგიჩა ხარ, ეხლა როგორ გოგიჩა. თან ბოლოს ესე ქონდათ მანდა წვერი ჩემსავით. გოგიჩა ხარ მე. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი განწყობა გვაქვს. სათევზაოდ მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას. ეხლა ლუდები დავიწყეთ, აი ეს პატარა მოწრუპეთ ლუდები, ცოტა მოწრუპეთ ესე. ველოდებით უკვე ფრენას და ძალიან მალე გავფრინდებით რა. დანარჩენი იქნება ყველაფერი. აბა, კარგი ფრენა გვისურვეთ მეგობრებო, კარგი ფრენა და რა ვიცი, კარგი თევზაობა. ჩავმფრინდ ახლა დოჰაში. ძალიან კარგი რესი ქონდა, კარგად ვიმგზავრეთ და
შესაბამისად რაღაცები უნდა შევიძინოთ იმისათვის რომ მეტი სიამოვნებით არასწორად უსაფრთხოდ გავატაროთ ეს დრო. ქვეყანასაც მივდივართ საჭირო არის რომ დავიცვათ ჩვენი მიკროფლორა, ჩვენი ორგანიზმი და შესაბამისად უნდა შევიძინოთ ვისკი. არის სხვადასხვა სახეობის ვისკები. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ვასოს გვიყვარს უფრო კონიაკი, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოახდინოთ კუჭის და უკეთესი მოქმედება იყოს ვისკი შევიძინოთ და ვარჩევთ ერთ ალაუზე დამზადებულ შოტლანდიურ ვისკის. მოგეხსენებათ, რომ სულ 5 რეგიონი არის წამყვანი შოტლანდიიდან, რომელიც აწარმოებს ვისკის და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არის ეგრეთ წოდებული აილე, ანუ კუნძულოვანი ვისკი, რომელიც გამოირჩევა შებოლვით, ცოტა შებოლილი გემო აქვს, საქართველოში მაგას კიდე რეზინის გემოს ეძახიან ზოგიერთი. და აქვს საკმაოდ მაღალი მინერალიზაცია, რაც კიდე უფრო მეტ გამორჩეულობას აძლევს ამ რეგიონს. თუმცა აუცილებლად გასასინჯის არის ჰაილენდი, რომელიც უფრო ტკბილი და ესე ვთქვათ ხილის გემოებით არის მეტად დაჯერებული და ალბათ ამ რეგიონს ავიღეთ ორი განსხვავებული ვისკი, მაგრამ ფუნქცია ერთი და იგივეა, რომ დაიცვათ ჩვენი კუჭი. ნუ როგორც დაკვირდით ისე შოტლანდიური აილედან ერთი ვისკი შევარჩიეთ, რომელიც არის გამორჩეული თავისი შებოლილი გემოთ და მოკლედ ჩემი ამერიკული წარსული არ ბაზდოს სხვა გზას რომ არ შემეძინა ჩემი საყვარელი ტეკილა. ეს არ მაგასინჯული და უნდა დავაგემო. ეს კლასიკალური ანეჰო საკმაოდ ემბრიელი. ჩვენი ტეკილა როს ყავს ხდება და გამორჩევა რბილი გემოებით და იმედია ისიამოვნე ხოსა. ეს რეცეპტი ყველა მოგზაურობისას. ეგონი უნდა ვთქვათ ნიკუშ ახლა საჩამოვედით რა ამდენი ხანია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, ვიმყოფებით ქალაქი ფუკეტი, ქვეყანა ტაილანდი. ქვეყანა ტაილანდი, ასე რომ მეგობრებო მიხვდით ალბათ უკვე კი. რა თევზები გველის? თევზებიც გველის და გაგაცნობთ ადგილობრივ სამზარეულოსაც, უფრო street food-ს ალბათ. და არის ფესტებით დანარჩენი იქნება მეშევა და იქიდან შევდიოდი რა. ო, ეგ არის, ჩვენთან არის პირიქით. აქ არის მარჯვენა მარცხენა მოძრაობა. მაგარი დადრობა კი. ეხა ეს ავტობუსი მოდის პროტივზე ჩვენთან. რასაკეთებს? ო, ეგ არის. ეს მართლა პროტივზე მოდის. ავას დავეტანი. მოძრაობა არის პირიქით აქეთ, როგორც ლონდონში ისე. მოტო არის ყველაზე მაგარი ტრანსპორტი რა, მოპედები რა. მაგან ერთი და იგივეა. ო. საჭია გასაცეცე. აგარგინა შეძლო მოვამან. აუ რა გაიწყალია თო. ძალიან მაგარი თვლია.
ძალიან სილამაზეა რა, ესეთი ტყე არის ჩვენი სასტუმროსი. ესეთი მაგარი. აბანეკო სად მოვედით, რა ქვია? ამ რესტორანს ქვია ლერტროდი, ანუ ტიპიკური ტაილანდური რესტორანი არის, სადაც არის ადგილი უმეტესად ტაილანდის სამხრეთ ნაწილის კულინარია. ეს მოვიდა ხათომიამი სამი სოფოთი. ამავდროულად ნაირ ხერზეულის კერძებია, ესეც მაგალითად ეს არის 3 გრამი ყვითელი ქარით. ეს არის სიბასი ფრიტურში, აქ გვაქვს კლასიკური ქარი თათმით, ბრინჯით სასახად, კრევეტის ტემპურა, ეგრეთ წოდებული სპრინგ როლი და კიდევ ველოდებით პატარა ვაფეხებს, რომელსაც ფრიტურში ვამზადებენ. გიო, მოგეწონა? არ გავიზდი, ჰა? შენ ცხარე გევასება და არის ცხარე? ისე რა. რა ხდება ეხლა მაგაში რა ხდება? ბევრი სოფოა, მან ახალია რა. სხვადასხვა მე ვარ გამიუნდა იქ. კარგად არ გამიგინდა. ეს არის ღორი? კი. ღორია გოჭია რა. გოჭი ხო? კი გოჭია. მოკლედ მეგობრებო, დღეს ასე ვთქვათ, დღევანდელმა დღემ მშვენივრად ჩაიარა. ვივახშმეთ ტაილანდური სამზარეულო დავაგემოვნე. ისეთ რაღაცები არ შევუკვირდი, რაც არ ვიცი რა იყო. უფრო ასე ვთქვათ ზღვის პროდუქტები. და ვემზადებით ხვალინდელი ხვალ უკვე არის სერიოზული თევზაობის ამბავი, ასე რომ დღეს ცოტა ადრე უნდა დავიძინოთ. რომ ხვალდილით 5-ზე გავდივართ, ხო ნიგუშ? 5-ზე. აბა როგორ განწყობაზე ვართ? განწყობა მშვენიერი, ძალიან მაგარი. 5-ზე გავდივართ უკვე. 5 საათია კი ბატონო. მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი რუტინა. რუტინა. ძალიან გიხარია, ანუ სამსახურში რომ 8-ზე რომ უნდა დადგან, 9-ზე რომ უნდა იყო. რო გეზარება და 5-ზე უკვე უცებო წამოხდები. 5 საათზე კი. ეგრეა. ამ ყოველ ნახევარ საათში მეღვიძებოდა. ხო, მე არ ვიცი და ხო. თავად გადი ეგრეა. კი. აი ესეთი კოტეჯებია, ყველას ჩვენი გვექნება, ასე ვთქვათ. მულ ეს ერთი ყურია, იქ ერთია კიდე, იმის იქით ერთია. ეს არის რამოდენიმე ჰექტარზე გაშენებული ესეთი მაგარი სათევზაო მეურნეობა და ნახე რა ადგილას ვართ, ინდოეთის ოკეანე არის იქით და ჩვენ ვართ აქეთ ამ მხარეს. აი სუპერ ადგილია, ხახალ ზღაპარია, ჩვეულებრივი ზღაპარი. მაგრამ ეცნობი თქვენ თო ქართველები ხო არ ხართ? აქ მოგცეს ესე იგი ბოილები, რითაც უნდა ვითევზაოთ, მოდი გაჩვენებთ აი ესეთი. ბოილები რო გადავიღოთ. ბოილები ნახეთ. ყველაფერი არის. აი უმაღლეს დონეზე აქვს მოწყობილი. უმაღლეს დონეზე. ჩაი ჩუგა აქ არის, ჩუგა არის ჩა. And also, what about the breakfast here? Breakfast, so about 8 o'clock they'll come around to take your order and bring to you. Oh, okay. Or you can come and sit in here if you want. But what about the lunch and dinner? Lunch again, We can do it the same. yeah, they'll come around, take your lunch order, deliver it, and then after fishing, have a shower, come down here. შენ ვინახა мама? შენ ვინახა შენ? შენ ვინახა мама? ლამაზი ვინ არის? ვინ არის ლამაზი მამაში?
არ უნდა გასვლა. ვინა ხარ არ უჯერებ მამა, მოდი მოგეპერო. მოდი მამაში. მოდი მამაში. Hello? Yeah. So you see where it say password the same? Gillam's. Next one. Yeah, password the same? No, this one for here, Yeah. and then this one for the lake. Okay. Yeah. Wi-Fi გვაქვს ესე იგი აქ. Yeah. ტერიტორია არის ულამაზესი რა. ოცნება მაქვს რომ საქართველოში იყოს ესეთი შეხედეთ რა სათევზაო მეურნეობა და თან სათხარ. აი ბომბა რა. აი ამ დინარის პირას გარშემო წარმოვიდგინეთ აქ რეკრეაციული ზონაა. გარშემო არის განლაგებული ესეთი სათევზაო კოტეჯები, სადაც შეგიძლია დარჩე, ითევზაო რამდენი ხანიც გესიამოვნებო. უბრალოდ აქ ფიზიკურად წინასწარ უნდა გააკეთო ეს რეზერვაცია, თორე შანსი არ აქვს უბრალოდ აქ რომ მოხვდე, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ მაღალ დონეზე აქ მოხდა, აი ესე პირდაპირ. აი წარმოიდგინე კოტეჯი აქ არის და პირდაპირ გამოდიხარ, აი აქედანვე თევზაო ყველაფერი აღჭურვილობა აქ არის. ეს არის ერთი ამ კოტეჯის სათევზაო ადგილი მაგალითად. ჩამოდიან ოჯახები და მთელი ოჯახი ესე აი მამაშვილი ხა ჩამოსულები არიან და თევზაობენ. ჰაი. ჯოხებიც უმაღლესი ნახე რა კოჭები აქვს. შეგენაცვალნეშიან და ესა ბრიტანული იქნება ხა ამათ უბრალო ჯოხები არ იქნება. შეხედეთ რა კოტეჯები. აი ესეთი არის ერთ-ერთი ჩვენი კოტეჯი. მოკლედ ხალხო აი შოქში ვარ რა. აი სად არ მithევზავია, სად არ ყოფილვარ, მაგრამ ასეთი კომფორტი იმის ხრივ რომ ყველაფერი აქ გაქვს, შენ თავარი მოხვიდე. ჩვენი შერპები ყავს, ხო? ნიკუში. ჩვენი შერპები ყავს. კი, ეს სპეციალიზ დატრენინგებული ხალხი არის, რომელსაც ვენდობით, ადგილობრივი მეთევზეები არიან, რომელიც დაგვეხმარებიან თევზის ამოყვანაში, ასევე დაკვებაშიც. ანუ ისე ყველაფერი იციან, თუ რა ხა აქ არიან სულ რა. ამათ საქმე ეგ არის. კი, და არ ვიცი ასო მანამდე გაჩვენათ თუ არა, სპეციალური კრანიც გვაქვს საქვე დამონტაჟებული, იმიტომ ველოდებით დიდ თევზს, საკმაოდ დიდ თევზს და მაგას ესე ვერ ამოიყვან თუ არა ამზე კრანი. მაგარი. ჩვენ ვიცადოთ ყველაფერი რა. ასე რომ აი ფული და მადლობა შენ ნიკუშ ესეთი რა ვიცი მე წარმოვიდგენდი რომ ესეთ მაგარ თევზაობაში მოვხვდებოდი. ჯერ თავი არის რომ მოვიდეს თევზი. სამ თავი კონკურენცია დიდია, იმიტომ რომ ეხლა არის კარგი სეზონი. სხვაშორის დილით წვიმას ველოდებოდით და წვიმა გადაიდო რამოდენიმე საათით. ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე, ანუ ის თევზს რომ ჩვენ მივძებთ, ჩვენთვის წვიმა კარგი არის. შესაბამისად, ცოტა შევცვლით ეხლა ტაქტიკას და ისეთ თევზზე გავაკეთებთ აქცენტს, რომელსაც კარგი ამინდი უყვარს და როგორც კი წვიმა წამოვა, გადავალთ სხვა სათყვარებს. დავიწყოთ. გათვლილია. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ ახალ და კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ. აბა, დროებით რა ვაგრძელებთ ვიდეოს. ეს რომელიც მეგობრებო დნება ხამ წყალში და შემდეგ ანუ ფსკერზე იქნება ეს კორმი რომ აი ეს ცელოფანი დნება და შემდეგ აი ესენი არიან ჩვენი ჯიგარი შერპები. ჩვენი ჯიგარი შერპები. აბა გიო. როგორ ხასიათზე ხარ? როგორც დიდი მეთევზე. შოქში ვარ რა მაგარი ადგილია ძალიან და ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები. მართლა ძალიან მაგარია. ერთი სული მაგ. არ მოიდგინე ხა რა. პროცესი დაიწყოს.
ნიკო შეხა ამაში ამის ინვესტიცია ხა წარმოიდგინე აქ ტიპმა იყიდა ხო ესენი ხო? ხო, აქ არ არის ძირის ფოტოშოპი. ხო არა? საქართველოს იაფი გამოვიდა და დარწმუნებული. კი, თავის ყველაფრით ხო? კი. ნუ თავის დროს. აქ თავი ინვესტიცია არის თევზი, რომელიც აქ არის. ეს ტერიტორია კოტეჯები შეუძლებელი ყველგან ააშენეთ. ხო, აბარა. თავი თევზი იყო. ეს არის დრო, რომელიც მაგათმა დახარჯეს იმისათვის, რომ ასეთ თევზი გაეზარდათ და ტრანსპორტირება ამ თევზის რომ ამ ადგილამდე მოსულიყო. ეს არის ყველაზე რთული. ამავდროულად როგორც ვიცი ძალიან უხერხდებიან თვითონ წყლის ხარისხსაც. ნუ ეს არის ლაბორატორიასთან მუშაობა, ყოველკვირეული სინჯების აღება, აი ჩანჩქერებიც ისე აქვს გაკეთებული, რომ ჟანგბადის შესაბამის მოეწოდებოდეს და ზოგადად მიკროფლორის შედგენა რა, რომ ესე იყოს, რომ თქვა ბევრი კოხოვანია დამგლიჯეს. მე მგონი ობობა-მაჟდა ხო არ არის. ეს რა არის ესეთი საფათო არ არის. წესი და არ არის, მაგრამ თუ გაგიჩით აი. ხო, თავარია ხო, ჩვენ არ შევაწუხოთ ესენი დიდად არ შევაწუხებთ. და ზოგადად ამას ჭირდება უდიდეს ცოდნა, მე ეს რამოდენიმე წელია, ანუ რაც ამ ადგილთან დაკავშირებით მქონდა ინფორმაცია, უბრალოდ რაღაცა ვერ გადავწყვიტე და ეხა წელს გადავწყვიტე წამოსვლა და მაქვს ამის ცოდნა, რამოდენს ვთქვათ, აი დიდი ხანია გულშემატკივრობ და სხვათა შორის აი გარი ყველაზე ღირებული რა ალბათ ის რომ ადამიანმა უნდა იცოდეს თუ როგორ უნდა გააშენოს თევზი უბრალოდ ჩაყრა არ ხდება რა ხო უყენია და თვითონ იმას იზავს თვითონ გაჩერდება ძალიან გაიქნია და შეერჩევს ხო აი და ამასობაში რაღაც თევზიც გვეწვია. გაუშვა ერთი. შენ. Angeschaut wurde seit die Missions. Wurde ich schon da jetzt ja. წინმიდი ჯუნი. ძალიან მოკლეზე გაქვს. ძალიან მოკლეზე გაქვს. წინ მიიწია და ცოტა ჩაიმუხლე რომ ზემოთ არ გამოსდო და ეგ არის. ო ეგ აი, ჯიგარი, დავა. აი ვიცი. იმინა კამფეტია თქო, ოჩა. ან იმინა სტოპერზე გაჩეიდა. ეს რაღაცა. კი, ეგ არის. ხელა ჯური. და ცოტა ის არის ხო? ფული მოვიდე. დანიშნულია ხო მეგობრებო, ეხლა ზუსტად ეს არის 3 მეტრი. და ზუსტად იცის რომ რამდენზე უნდა გადააგდოს, რომ ხო, გავარდე პირველი ზომავს ესე. რამდენი შემოტარება, იმდენი გამრავლე 3 მეტრზე, ანუ როცა გადააგდებ უკვე იცი რამდენი მეტრზეა გადაგდებული და შესაბამისად სტოპერს დაუყენებ და უკვე იცი ზუსტად იქ ჩავარდება, ასე ვთქვათ, საკვებურა ჩვენი. მე თევზერმე ხეს იცით. ამ ასე ვთქვათ კოჭას სტოპერი არ აქვს და ხელით გადაკვანძა წერან დაინახავთ. ვისაც თვალი გაქვთ ისეთი. So from your experience, it is a good spot? This is a good spot. It's a good spot for the Siamese in the middle of the lake. It's very good for the Siamese. But maybe tomorrow, there might be a better swim. If there is, I'll let you know. Yeah, nice one. შევახედოთ როგორ კლასიკური პივი არის. ეს მეგობრებო ალბათ ხვდებით მე თევზეები რაც არის, წყალში ჩავარდება და შემდეგ დნება და პირდაპირ კორმა ასე თქვა საკვებურა. You know, it's too bad because the temperature of the lake. Yeah, it's quite high, right? Yeah, it's about 32 Celsius right now. Oh my gosh, 32 Celsius. So maybe that's why the fish is also not that active. You know, on an average throughout the year, about 29 Celsius. Yeah.
გაიქცა ბიჭო. გაიქცა თო. No, ciao, rasa. მაგის გაქცევა იქნებოდა ბიჭო. Snap the big. Just would not let me take them. Fine. არგა ჩერე. თან ბიჭო რა ხელებია. ხა კადრში არ ჩანს. მაგი რა გადაგაფუნა. ანუ მოსაღამოა და უკვე კიდე აგირა შე. ან ლიფსიტას დაძლებენ თო? ერთობა? ო იდეაში კარგი ამოვიდა ვაიმე. ა ყოღოებს მაგრამ რა? ყოღოებს კი, ყოღოებს. შეიძლება წყალზე ხა ზემო ყოღოებს. ზემო 1000 ის იქნება. წერები ხო? ხო, ის. კი ამოვიდა რა ხელა ხა. შენგენაც ვარ. გაიგო ხო? პოტენციალი დაუჭირდა. იქით ანაპრიზ რო ჩვენაირად არიან ტიპები და მომილი. კარგი გაგებით. არა უშავს ამჭერთ. აი კიდე ამოხდა. ეხლა აქ ნახა ხო არ ჩანს კადრში, მაგრამ ძალიან დიდი კარპებია, აი უზარმაზარი. აბა. ერთობა და თამაშობს რა. Yeah. რას ვამბობდი? Why Yeah, not too tight. Not too tight. Not too tight. Right. That's it. Just let him run now. Stop winding. Now down. That's it. Up. давай, მიდი. შენგენ დაცვალე. Then the half hour was looking for. давай. Keep going, that's nice. That's it. Keep going. That's it. Nice and slow. No rush, no rush, no rush. You see it? Yeah, the line just in front. There's no problem. No problem. That's it. Just keep him coming. Yeah, always. Keep the fish coming. Yeah, nice. And down. Nicely done. Did it. A great fish. აურე. That's it. Oh, nice. Strong fish. კაი ბიჭი ხარ. აი მაგისტრის სადიყავი, მაგარია. წაიო. მეუში.
უში ჯიგარი ვარ. დასაოს ცოტა. Bubble come out a lot when we feed. Yeah. ნახე სიკაჩეპა შეგენაცოლე. გეუნები ანტრენალი ხა დაბუძგრული ვარ მთელ ტანზე ბიჭო. გაულა გამისწორდა პროსტა 10 საათ ნახევარ. მიდი ძმაო. მიდი. ვაიმე. მიდი ძმაო, მიდი. Every time I try to make it a little closer. Perfect. Okay. You know the Siamese have a soft mouth, so you can't be too strong, you know. I'm not doing it. Yeah. No, it's perfect. You do perfect. This one is quite. Yeah. Is it this fish? No, this is No. See this fish. Yeah. That's it. Peki კაცი ხამო მაგას ვაფუ. აუ რა მაგარიაჩი. მისი ზადიყავი ნიკუშო გაიქაჩოს. ყურე ხდება აიდა ბაბა. ხდება რო უკვე გაება ნახე რა სულ დღავს ბიჭო. ბიჭო. New record. New record. So you weigh them by this? Yeah. If the fish is big enough, Yeah, you big can enough, weigh it. yeah. Just to make it easy in a minute, I'm just going to bring this rod in, just to make the lamb fish easier. This one is very good fishing. Like you want to fight? Let's do it, you know? Let's do it. Yeah, I don't want any fight. I just want to bring you in. That's it, baby. Come on. ხედავ როგორ ხედავ შიტებით გადის. თან ახლა დაჭიმული. მაგარიტო. ეგ არის მაო აბა რა. ოღონ ჯერ არ ვიცით რა დაჭდა ხო? არც ამომხტარა ხო ეხა. ეს რა მოხდება, იმიტომ რომ ძალიან მაგარ პოზიციებია. აჰა, ჩიტების გესალმებიან ხო ხედავ. ღმერთო, ამას ვერ გაიგებს. არამეთებზე ამას ვერ გაიგებს. ხო მაგარია ბიჭო, ძალიან მაგარია. ეგ აი მევასება ამას აბსტრიალებს. ნახე. თან აი აქ არის, ხედავ იმენ. ვაფშე სხვა кайფი აქ რა. ჩათვალე რომ ტიპი გეჭიდავება კაცია რა იქიდან რა ნახე აი ბომბა პროსტა Not too much pressure, you think? No, what you're doing is fine. Yeah, no, it's fine. Do you think I can go harder? Just a little bit, but it's your first fish. You can relax, man. Yeah. No rush. Are you tired already? No. I don't get tired, man. I bet you say that to all the girls.
Okay. You say this to all the girls, yeah? Yeah. I won't get tired. But this is joy. This is huge joy, you know. Generally. It's, See, look, not too far now. yeah. I'm asking. So you think it's Siamese still? I think so, yeah. Pretty sure. Men, you see the list? გოგინდოდა მაგილაჯერა. You got everything you need. მაგრამ ჯერ არ ვიცხვარ, ჯერ არ ვიცი და არ არის ცნობილი თორე. Oh, no, it's exactly so. ეგ ნახე ბიჭო რას უბაზო. Yeah, they're going to bring the Თან rest of the ჩაკეტილი მაქვს პრაქტიკულად, რა? Innit? Oh, you need to get Steve Pod in the garage. Steve Pod in the garage. Yeah, take it to F1. მაგარია და Come on. Bring me the setup for F1, please. Where'd you put it? No, I want the setup for P1. ვაფშე ვერ ხედავ წნული სად არის, საერთოდ ვერ ხედავ. კი. დაინახეს? ახლა დავკარგე. ახლა აი. ხო, ოკეი. ხედავ. წნულს ხედავ, მაგრამ თევს ვერა. შენ გენაცვალე მე. ჩემო ლამაზო. 8000 კილომეტრი ვიფრინე შენს გამო. 8000 ვიფრინე. He's cheering him up. მიგუშ. I'm just sweating right now. I hope it's not like a standard size. I hope it's at least a little bigger. What do you think standard size is? Like you said, Oh, right. you know, the ones they catch, you know, everybody catches. Might be slightly bigger. Maybe. Yeah. 50 kilos. I hope it's 100 kilos. No, how do you know? So the biggest one is like 90, 100? Maybe 90, 98 kilos. Yeah. It's the biggest one. The one he pulled today, the second largest, that was 90. It's 90 kilo, yeah? Yeah. Almost like 85 or something. Oh, I think, Oh, no, I think it may be swim. yeah. With the, Hit the same line. yeah. We can just reel it in. სწორია. ნიკუ შეხედე. უკვე ძმაო 10 წუთია ეკაჩები. 12 წუთი, კი? Nah. You know the smallest mekong in here? 180. It's the smallest one. Yeah, so what they do then? Pardon? What they do is Here, there. Okay. It's nice and controlled, man. Yeah, they go deep just from this corner to this corner, up, down, up, down. The big one, yeah? 이제 앞에서 가다오군요. 나가서 보는 거 내가 დებირა ზალა აგზმაო. აი ხო შემოდის იგრევე გარდა. ო, იგრევე გარდა. ეს აღარ არის წოვიდე. Yeah. These two were walking past Sala 1. There was nobody on swim. Alright. Rod, Oh, right.
He shouted to Bell. I think Bell was doing another 15. Alright, what the hell is just going? აყურებლებიც მოვიდნენ უკვე ჯიგრები ჩვენი მეზობლები ესენიც მეთევზეები არიან Some guys just walked out. Fucking nice, bro. That's a bit bad that they left the rods out, though. There were two bleeping, but one didn't. That's past Adam. Isn't it? That's a nice little freebie. საწავიდა ტონა Decent, man, decent. Oh, look what it's ბიჭო Should I give you the net? Is he kina xteba? ამოვიდა აქეთ იქით შეძრა იქით გამოყავს ნიკუშ Is კიდევ კაი ერთი ჩახდა ჩვენი ასე მეკით გახდა რა შე. ახე ბიჭო იქით ჩახდა ის ჩახდა იმას ლესკები შეაქიქიდან რომ არ გადაუარო სამ. ხო განათება ჩართენ ნიკუში გაკ მარე რამე ჩანთაში გაკ ნიკუშა მე თუ რა არა ტელეფონი ტელეფონი რო დავინახოთ რო All good? Yeah, fantastic. Oh, wow. Let me just clear this, man. I see. Yo, ძმაო, ნა YouTube-ის ვის და ხარ უკვე ძმაო. ეს ცალკე ერთი ვიდეო უნდა დადო თავიდან გო. და ბარა. ოკეი, კიდევ აი არა წდება. ახე ბიჭო. მოწეგდე. მე როგორ გაუფრიალებულია. ლიგუშ, იმენა სველი ხარ უკვე ძმაო. მაგარია, მე მაგარია ძმაო, მაგას აჯურია. მაგას აქ მუღამიტო, აბარა. ვინც არიცის ეს რა არის, ვერ გაიგეს ამ მუღამს. Take that way, though. B1, isn't it? უკან ქვარი ფთხილად. Coming in, man. That's getting there. ძალიან isn't უკან it? Be careful with that. Isn't when I spar? Yeah? It's like a sparring right now. Yeah. B-noon. Okay. Oh, look at that flying fox. Yeah? Flying fox. Oh, it's close enough. დეგაკაჩა. კაინიკა. ხო გინდოდა ვარჯიში. 1000 კალორია დაგიდო. აუ რა მუღამია. აი ძმაო, ეს არის თევზაობა რა. ესე ვერ უჭირავდი ამ ცენტრში. ცოტა უნდა გაუშვათ. შეიძლება რუსალკა, ჰა? ოკეი, რუსალკა ფასეულობდი. დიდი რუსალკა დაგიჭერია.
You look good from this angle, man. It's my opening garito. როგორი მოგამნა ფიცი კენაჟური გავაკეთო ანკესიც რა ანკესია წარმოიდგინე ნახე ვიდეო ხომ აქ საქართველოში არ მინახავს ოკაჩაუ რა ხო ის აყენებს რომელიც თვითონ ჩვენთან არ არის არა ეგ просто კენაჟურთან არ არის გუნდა იპოვოს ხო ყველგან არა შეიძლება გააკეთო მომდ იდეაში ყველებს აგეთო You come this side of me, both of you two. This one there? Yep. Let me control the head, yeah? Squeeze up. Hand off the net. Right, ready? გილოცავთ, აუ რა ჯიგრები ხართ, ბიჭო. აუ მოიცადე რა, ხა კიდე მოუზუმო, პროსტა მოუზუმო რამხელა, ბიჭო. Just drop him down a second. Okay.
No, this lift for 2 people, yeah? I'm going to let you 2 do it, but you both must support the fish. Okay, Yeah? supporting it. Yeah. So both hands on the underside, my friend. On the underneath. Yeah. Underside. Yeah, underside, That's it, that's it. And this one. Under. Yeah, under, That's both it. Eat it, man. Wow, super. Wow. Yeah, picture's good? Yes? Yes. Oh. Right. Oh no. Oh, ძალიან მაგარი. Yeah, I think this one's £125, £130. Okay. Nice. 60 კილო რა. 60 კილო. Oh. ეს просто თებს ვერ მოიწერა. Oh yeah, it's so good. Good job, buddy. დავჭავი მე თუ შენ გასარავე. What about B1? ხო ესეთ რამის დავიჭერს პროსტა. ხილაი თან აი. ჯუნი რა ხდება, აბა ძმაო? ხო მაგარი. 60 კილო ხო დავიჭერეთ და ხო? მე არა პაიმაც, მეკონგი მინიმუმ არის 90 კილოა აქ და 120-იანს მე დავიჭერ მარტო. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი დღე იყო, აი რა ვიცი რა, ვიდეო ნახეთ ალბათ და აი იყო რა ვიცი რა. თან ბოლო წუთებზე ან ყველაზე ბოლოს დავიჭირეთ ჩვენ რა. თან როგორ გვაწვალა იცი, მოვიდა, გამოედო იქ ვიღაცის რა ქვია ანკესებს, შევიდა, ჯერ იხტუნავა, ვიდეოშიც ნახავთ რომ ამხელა კარპები მე საერთოდ არ მინახავს და თავიდან მეგონა ლოკო, იმიტომ რომ იმხელა პირი ქონა თეთრი თან სიბნელე იყო რომ მეთქი ლოკო რა ნახეთ ვიდეო თქვენ და ანუ დღევანდელმა დღემ ჩაიარა აი სუპერ ემოციებით რა. ნუ ცოტა ისე ვიყავით რომ აი აღარ მოდის რაღაცა, მაგრამ აი დღევანდელი დღე სუპერი რა. და აი ეხლა რა ვისაც უყურებთ თქვენ ჩემს უკან, ეხლა ბარში ვართ, თვითონ ამ სათევზაო მეურნეობის ასე ვთქვათ ბარში და ყველა აი აქ ვინც არის, უმრავლესობა არიან ბრიტანელები რა და ჩამოდიან წარმოვიდნენ ბრიტანეთიდან რომ აქ ითევზაო. საერთოდ ეს ასე ვთქვათ ბიზნესის ბრიტანელების არის და არის ბომბა რა, უბრალოდ მე ესეთი სიამოვნება აი არ მიმიღია რა. მართალია მე ვიღებდი ამას, მაგრამ აი ტანზე მქონდა ეს დამბურძგლული ვიყავი სულ რა და დღევანდელი დღე იყო სუპერი უბრალოდ რა. დანარჩენი ხა ნიკუშას ემოციები, ვნახოთ როგორი ემოციები ქონდა. აბა, ნიკა, როგორი ემოციებია? აგრა იბრძოლეთ მაგრამ მე არ ვიცი. კი, კარგი ბრძოლა იყო, ნახდათ. საკმაოდ ტექნიკური აღმოჩნდა ამ კონკრეტული თევზის ამოყვანა. მოკლედ რამოდენიმე ვთქვათ ფაქტორია გასთვალისწინებელი, რბილი ტუჩი ქონია ამ თევზს და შესაბამისად თავიდან არ დავიწყე აგრესიულად თევზის ამოყვანა. თუმცა თვითონ თევზი იყო საკმაოდ აგრესიული. პრაქტიკულად ბოლომდე მქონდა მოღუნული ეს ანკესი, ანუ საკმაოდ კარგად ვებრძოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა ახრეხებდა შუატბაში გასვლას. ორჯერ შეგვიცვალა კიდე მიმართულება, ერთხელ მარჯვნივ წავიდა, მეორე მარცხნივ, ანუ ხის უკან სადა დამალვა. მაგრამ ნუ გამოვიყვანე იქიდან. ნიკუშა შენ თავდაბალი კაცხა და მითხრა რომ ცლიანი ვიდეო არ არის. ხო. მეგობრებო, ეს ვიდეო არის 31 წუთი. ხელი გამოყო. კი, 31 წუთი. ხე და გამიხსნა დავავტავე ხო და. კი, მზის ჩასვლას. მე მინდა რომ დავდრეს ვიდეო, მაგრამ ნიკუშა მეორე რომ არ დადო. როგორც შენ გინდა შემოძმაო რა. ხო, აი ცოტა ისეთი არის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესი, ნუ რთულს არ ვიტყვი, მაგრამ ესეთი პროცესია, ანუ ხანძლივი არის. ხო, 31 წუთი მე ჩემს ვერ უყურებდა, ეს თქვენ როგორ ვიყუროთ. მაგრამ არიან უყურებენ, მაგრამ შენ როგორც გინდა ისე გავა. კაი, ნახოთ, მე თუ იქნება სურვილი, შეგვიძლია რაღაც ან ტაიმლეფსი დავაჩქაროთ ან რაღაცა, კი. ნუ ფაქტი არის, რომ დღისით ვიწყებ და ღამდება, როცა გამოყვავს ეს ფაქტი არის და ნუ აი მართლა საოცარი ბრძოლა მაჩვენა ამ თევზმა. კავი იყო ცოტა ღრმად, ანუ ტუჩის უკან ქონდა მოდებული, საკმაოდ კარგად იყო. შესაბამისად, აი ტუჩის სირბილეზე რო საუბრობდი, ანუ ვერ ვამენეჯმენტებდი, არ შემეძლო, თქვათ, წინა მხრიდან მეკონტროლებინა მისი წვირი ისე, რომ მე როგორც მინდოდა, თქვათ, იმეცა მიმართულება, იმიტომ რომ ცოტა ღრმად და უკან რო ქონდა, თვითონ ასე ვთქვათ, ცდილობდა, ტემპი დაეჭირა და თვითონ ცდილობდა მიმართულება მიიღო რა, საერთოდ ძალიან გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ კი ძალიან დიდი თევზი გამოვიდა, ანუ გითხრეს დაახლოებით არის 135 პაუნდი, ხო, სადღაც ეს არის 61.6 ხო, 62 კილომდე არის თევზი. კი მძიმეა, მაგრამ ანუ მეც
ისე ვთქვათ, ჩემი მაქსიმუმი მივეცი იმის, რომ ანუ მინდოდა უფრო სწრაფად ამომიყვანა. საკმაოდ ტექნიკური ბრძოლა, იმიტომ რომ კავიც ცოტა ღრმად იყო, ჩანს რომ შეიძლება გამოსწილი იყო ეს თევზი და ადრე ნაბრძოლია და ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ასე არ დამთავრებულიყო, თუმცა ამოყვანის დროს უკვე რომ ამოვიყვანეთ, ხელში რომ ეჭირა, საკმაოდ კარგად იქცეოდა. მოვიფერეთ, დავილაპარაკეთ, თბილი სიტყვები გავცვალეთ, ჩემს ვაჟ ჯუნასაც კუდით კარგად ხელზე ვთქვათ. შემოწყო, კი, ეს კარგი არის, ეთქვა გაითამაშა უთხარ ესე არ წავიდოდა და მოკლედ კარგი კი ნასიამონები ვარ და რაც თავი აი თვითონ თევზაობის კუთხით ეს საკმაოდ ტექნიკური ბრძოლა გამოგვივიდა რა. საკმაოდ ეს არის პირველი დღის დასასრული. კი, ეს არის პირველი დღის დასასრული და ველოდეთ საკმაოდ დიდხანს. ბევრი ფაქტორი იყო, თან გაგვიმართლა, თან არ გაგვიმართლა, ბევრ რაღაცაში ეს არის თევზაობა ზოგადად, რომ ყველაფერი არ იქნება 100% წარმატებით, მაგრამ არ დავნებდით, ორჯერ სამჯერ შევცვალეთ ტაქტიკა და საბოლოო ჯამში დღის ბოლოს გამოვიყვანეთ საკმაოდ აქტიური და ძლიერი თევზი. მაგარი, ასე რომ უნდა გამოიწერო ნიკო ჩემი არხი, ხო ეგრე გამოდის? კი, აუცილებლად გამოიწერეთ ვასოფაკაძის არხი. საინტერესო კონტენტი გელით კიდევ, ხვალ ვესწრებით კიდე გავანებიროთ სხვა ჯიშებით, თევზი ჯიშებით. და ნახოთ, იმედია გამოგვივა იმისათვის, რომ მხოლოდ სანახაობრივი არ იყოს, არამედ შემეცნებითიც. აი ხარ, ჯიგარი ხარ, კიდევ ერთხელ გიგოცავ, ეს იყო სუპერ ამბავი. ალბათ, ვასწავლეთ.